პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს კორპორაციის პრიორიტეტები საქართველოში კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, დაკავშირებადობა და შუადერეფნის განვითარება. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის დიდი ისტორია გააჩნია საქართველოს. ჩვენ მომავალში ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, რაც განვიხილოთ ხელმძღვანელობასთან. ერთი მიმართულება ეს უკავშირდება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც განხორციელდება საქართველოში არსებული ბანკების მიერ, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით. მეორე მიმართულება არის უკვე პრიორიტეტული პროექტები და პრიორიტეტული სექტორები, უფრო მსხვილი პროექტები, რომელიც პირდაპირ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან დაფინანსდება. ჩვენი მოლოდინი რო აღნიშნული თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ქვეყანაში შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, აღნიშნული განვითარება და თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებას და ზოგადად ქვეყნის პრიორიტეტული სექტორების შემდგომ განვითარებას. შევხვდით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის AFC-ის ხელმძღვანელობას ჩვენი რეგიონის მიმართულებით და ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკის ჯგუფი აფინანსებს საქართველოს კერძო სექტორთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ აღინიშნა თანამშრომლობის მნიშვნელობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს კერძო სექტორს შორის.